ორთაჭალაში მთავარ მოედანზე არის აზერბაიჯანული სამზარეულოს რესტორანი კავკაზ ესე ქვია. წლების წინ ვიყავით ჩვენ ამ რესტორანში, მაშინ ბევრი დარღვევა ჰქონდა და ახლა გადავწყვიტეთ, რომ გადაგვემოწმებინა. აბა თუ შეიცვალა რამე, თუ გამოასწორეს სიტუაცია სამზარეულოში. აქ არის სული შოკი. ეს არის თბილისში, ორთაჭალაში, რესტორანი კავკაზი. იატაკი ნახეთ რა მდგომარეობაშია, კულერი ნახეთ რა მდგომარეობაშია, სასჩინო მდგომარეობაშია, ზებინძურია. ეს შეხედეთ, აი ხელისაწმენდი ნახეთ რა მდგომარეობაშია, აი ეს ნახეთ. აი ამაზე რომ ვინმე ხელს გაიწმინდავს, აი აქეთ განმოვდებ, აი ამაზე რომ ხელს გაიწმინდავენ და მერე საჭმას გააგრძელებენ. აი ეს არის. სრული კოშმარია. ნახეთ რა მდგომარეობაა, ეს არის ცომი, ნახეთ როგორი სიბინძურია, კედლები ნახეთ რა სიბინძური არის კედლებზე. აქ შეხედეთ, აი აქ დავიხაროთ და ვნახოთ, ეს დამუშავებული ხორცი არის. ნახეთ აი ქვევით რა მდგომარეობაა, როგორი სიბინძურია ყველგან აბსოლუტურად. ზესიბინძურია, ნახეთ, მაცივარში ჩავიხედოთ, გაყინული პროდუქცია მაცივარში. რაღაც ციფრები არის და მე მგონი არა ციფრები არ არის, უბრალოდ ეტიკეტებია დაწეპებული, ოღონ ეტიკეტები სრულიად არაფერი არ წერია ეტიკეტებზე. ყველაფერი მათი საყინულიშია მოთავსებული, საყინული აი ნახეთ, გასაწმენდია, რეკომენდაციაში მივცეთ, რომ საყინული გაწმინდონ, გაასუფთავონ. აქ არის მზა კერძები გაყინული, უკვე გამზადებული, გაათბობენ და მიართმევენ მომხმარებელს. კონდენსატი ნახეთ როგორია, კედლები ნახეთ როგორია. კედლები ნახეთ როგორია, შეხედეთ, კედლები როგორია და ეს არის ორთაჭალა შუა თბილისის გული. ნახეთ, აი გასკურა ნახეთ, ქვაბები ნახეთ, ტაფები ნახეთ და საერთოდ აი მდგომარეობა ნახოთ. ნახეთ როგორია, აი შეხედეთ. აი შეხედეთ როგორია, ეს არის სამზარეულო, კავკაზის სამზარეულო. სამწუხაროდ აი ესეთი მდგომარეობა არის, აი ძალიან ცუდი და ძალიან სავალალო. აქ არაფერი არ გაკეთებულა, აბსოლუტურად ერთხელ ვიყავით და მაშინაც იყო ზუსტად ანალოგიური სიტუაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო არ ვიცი რას აკეთებს, რას უყურებს, ამას თუ ხედავს სახალხო კონტროლი, რატო ვერ ხედავს სურსათის ეროვნული სააგენტო. ნახეთ აი როგორი მდგომარეობა. როგორც ხედავთ, სამზარეულოში დიდად არაფერი შეცვლილა, სასიკეთოთ მაინც და არც ეზოში, აი ეს რაღაცა მიტოვებული ქოთნები. ახლა რესტორანში რო შედიხარ, ხო, ვიზუალურად ხო უნდა იყოს სუფთა მოწესრიგებული. აი ესეთი დამტვერილი მაგიდები, გასაგებია რომ ცივა და ახლა გარეთ არ არის ნარჯდება, მაგრამ რაღაცა მოწესრიგება, დალაგება ეზოში ხო შეიძლებოდა. ყველაფერი ესეთი მიყრილ-მოყრილია, მტვერში, ნაგავში, აი ხედავთ ეს ფანჩატურებია, აქვე არის ბოთლები, ლიმონადის ბოთლები გამოყენებული. ეზო არის ძალიან მოუწესრიგებელი. ნახეთ რა ხელა მტვერია. ალბათ არ იყენებენ არც ამ კუპეებს. მოდით შევიხედოთ, იქნებ დარბაზში უკეთესი სიტუაცია. აი ეს არის დარბაზი, რომელიც ახლა ნამდვილად მუშაობს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აქ მოწესრიგებულია შედარებით. სუფთა მაგიდებია, იატაკიც სუფთაა. აქვე არის გამათბობელი, იმიტომ რომ საკმაოდ ცივა და ეს არის მენიუ. მენიუ არის ქართულად, რუსულად და ინგლისურად. თავარია რომ ქართულად არის, შეგახსენებთ, ეს არის აზერბაიჯანული სამზარეულოს რესტორანი კავკაზი. აქ არის ხორცის, სადაც აი ხდება ხორცის დამუშავება და მაყალი არის. ნახეთ აი თვითონ საჩეხი როგორ მდგომარეობაშია, შეხედეთ ხორცს რაზე ამუშავებენ, ეს რომ უნდა იწმინდებოდეს და სუფთავდებოდეს, ნუ ამის შესახებ ალბათ არ იციან. მაყალიც ნახეთ, მაყალის ზევით ნახეთ რა ხდება, სრული ანტისანიტარია და სრული შოკი. აი ეს არის სასადილო უფრო არის რესტორანი კავკაზი. აი ესეთი მდგომარეობა. აქ არის სამრეცხაო, ნუ სამრეცხაოში ხარ რთული სიტუაცია რო იქნება, ამას ახლა ამაზე ხელს ავწევ, იმიტომ რომ სამრეცხაოა მაინც და აქ სუფთავდება ჭურჭელი და ნუ კარგი სუფთავდება თუ არა ეს კიდე ის არის, იმიტომ რომ ქალბატონი რეცხავს ნამდვილად და ასუფთავებს.
და მდგომარეობა სამწუხაროდ ძალიან სავალალო და ძალიან არასასიამოვნო. ეზო ნამდვილად არ მომეწონა, მაგრამ დარბაზი თქვენ არ მითხარით ეხლა ჯდებიან. არა, ეგის ხარ შეიძლება ზოგჯერ იქაც ჯდებიანო. მაგიტო აქვს საფერფლე. რო ჩამოჯდა. და იქ ჯდებიან. არა, იქ ტრიანდი რო ერთად ჯდებიან. უბრალოდ აქ სიგარეტს არ ვაწევი. აი ნახეთ, მოდით ერთ წამს, რამდენად არალოგიკური ხართ და თქვენ გონიათ რომ მე ვარ სულელი, მაგრამ ნამდვილად არ ვარ. აი შეხედეთ, ერთი წამით ეს რა არის? ეს არის წუხანდელი, კი ბატონო, მაგრამ ბევრი წილი აქ ეწევა, მაგრამ საფერფლეს ვიყენებთ ეზოსთვის. თქვენ ამბობთ რომ მაგიდასთან არავინ არ ჯდება, ყველა დგას და ეწევა. აგერ აფერფლებს, ნუ რა არის ახლა არალოგიკურია. მართლა აიღო საფერფლე, დადო აქ ბევრჯერ ყოფილა. ხო და არ ჯდებაო, მეუბნები და ისე კი ჯდება. აჯდომით არ ჯდება, აქ დგას. ხო, ფეხზე დგას, კი ბატონო. კარგით. ნუ არ ვიცი, ხანდახან ისეთ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ ჯობია პირდაპირ გვითხრა, რომ კი ბატონო, ამ მაგიდებთანაც შეუძლია ჩამოჯდეს, მიირთვას, მოწიოს, არ არის აკრძალული კანონი. რა საჭიროა ესეთი რაღაცების მოგონება, არ ვიცი. მაგაზე ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის ორთაჭალა, ცენტრალური მოედანია, აი ეს არის წრე. ცნობილი ადგილია თბილისში და აქვე არის ეს აზერბაიჯანული სამზარეულოს რესტორანი კავკაზი.